მოგესალმებით პოსტების საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას იწყებს ახალამბებს 13 საათზე ნინო სალუქვაძე გაგაცნობთ. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გრძელდება. ამჯერად შეხვედრა გურიაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან გაიმართა. კონფერენციას დაესწრო ცოტნე ივანიშვილი. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ გაეჟღერებინათ მათთვის აქტუალური საკითხები, მათ შორის შეკითხვებით დაისვა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე და მის გადაჭრის გზებზე. როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დაძლევის გამოსავალი არის დისკუსია და ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ინიციირებული დიალოგის მთავარი მიზანი ახალგაზრდების იდეების, პროექტებისა და ხედვების გაზიარება და მათი მხარდაჭერა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს მოიცავს, რაც ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. პოლარიზაციის ზოგადად საუკეთესო გამოსავალი და უალტერნატივო გამოსავალი არის დისკუსია, დებატი, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენა. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იმ ადამიანს, რომელსაც ვესაუბრებით, იმ მეორე მხარეს ასე ვთქვათ, გვაერთიანებდეს ერთი საერთო პოსტულატი, ერთი საერთო ღირებულებება, რომელსაც ჩემი აზრით სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია. თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, ჩემი აზრით საუბარს, დისკუსიას, დებატს უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია. პირიქით ახლა, როდესაც ადამიანს ქვეყანაში ცუდი მომხდარი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ესეთ ადამიანთან ჩემი აზრით საუბარს აზრი არ აქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ იმას ვიტყოდი, რომ თუ გვაერთიანებს ეს საერთო ღირებულება, ეს ჩვენი საყვარელი საქართველოს სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია, რომ დისკუსია, დებატი, რომელიც შეიძლება დაწყებულიც არ იყოს, დასრულდეს თქვათ კოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის ძახილით ერთმანეთის არგუმენტის მოსმენის ნაცვლად. ლოგიკური ჯაჭვის ჩამოყალიბების ნაცვლად. ჩემი აზრით არასწორი არის, რომ ადამიანი განსაჯო მისი თეზისიდან გამომდინარე და არა მისი არგუმენტიდან გამომდინარე, ისევე როგორც არ უნდა გააკრიტიკოს წიგნი, რომელიც არ გაქვს საკითხული, ხო ვთქვათ. შესაბამისად, მე ამ თემას საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებ პირადად, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც ეს შეხვედრაც თავისთავად ემსახურება იმას, რომ მეტი საუბარი არსებობდეს ახალგაზრდების შორის. დარწმუნებული ვარ, რომ სამშობლოს სიყვარული ძალიან ბევრს აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად მოახერხებთ იმას, რომ მეტი საუბარი დაინერგოს ეს პოლარიზაცია, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი, ჩანაცვლდეს დებატით, რომელიც მიმაჩნია უალტერნატივოდ და ძალიან მიხარია დღესაც აქ ყოფნა, ძალიან მიხარია, რომ ჩვენც კი მოგვეცა ეს იდეების გაცვლის შანსი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მეტი და მეტი მსგავსი ტიპის შეხვედრა ჩატარდება, მსგავსი ტიპის საუბარი ჩატარდება, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გახშირდება ჩვენ ქვეყანაში და შესაბამისად ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მგონია, რომ დებატი, დისკუსია ნამდვილად კარგი გამოსავალია პოლარიზაციის, რომელიც არის ხელოვნურად შექმნილი. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ შეხვედრიდან შეხვედრამდე იმატებს მსურველების, დასწრების მსურველების რაოდენობა. შეხვედრის მიზანი პირველ რიგში არის ის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან, უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულები, პოლიტიკური პროცესი იქნება თუ ადგილობრივად განვითარება იქნება მათი ქალაქის და ასე შემდეგ და რაც თავარია მეტი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ შეხვედრაზე მოსმენილი იდეები უკვე გადავა სამუშაო რეჟიმში და ეტაპობრივად ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ახალგაზრდების მიერ განხორციელებულ იდეებს. ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა პრეზიდენტ ერდოღანს 15 აპრილს თურქეთში სკოლაში მომხდარი სროლით გამოწვეული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების როლზე. მათ შორის აღნიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი ერზერუმის გაზსადენისა და სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელობა როგორც რეგიონისა და ევროპის დაკავშირების, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის პოტენციალზეც და მისი განვითარების მიმართულებით შემდგომ თანამშრომლობაზე. თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მეთაური.
მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია. ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე სამხრეთ კავკასია რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში დიპლომატიის როლზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა დიალოგის გზით ხელი შეუწყოს მშვიდობას რეგიონში. ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა იმ მსხვილ პროექტებზეც, რომლებიც ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ნუცა კოროშინაძე ანტალიიდან პირდაპირ ეთერში. უკვე მეორე დღეა ანტალიაში შეკრებილი ლიდერები, მთავრობის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა გახდეს ხვალინდელი მსოფლიო უკეთესი. ეს კი განსაკუთრებით იმ ფონზე, რა გამოწვევების წინაშეც უწევს ახლა საერთაშორისო საზოგადოებას ცხოვრება. ანტალიის ფორუმის ფარგლებში არაერთი თემატური დისკუსია გაიმართა, მათ შორის ერთ-ერთ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დიპლომატიის როლზე. გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა ხელი შეუწყოს დიალოგის გზით რეგიონში მშვიდობას. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა, გახლავთ მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული და რომლის შედეგადაც საქართველოში უკვე ბოლო 5 წელია ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები აღმავალ ტრენდს არ კარგავს. ამას ადასტურებს სხვადასხვა რეიტინგებიც და გარდა ამისა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით სალიდერო პოზიციაზეა მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე. გარდა ამისა, ლევან ჟორჟოლიანმა ყურადღება გაამახვილა იმ მეგაპროექტებზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაკავშირებადობის როლს გააძლიერებს და ეს ის მეგაპროექტებია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, არამედ ის საფლაგმანო მნიშვნელობის არის სრულიად მსოფლიოსათვის. საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე არსებობს. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო. რამდენიმე იმპერია გაქრა, მაგრამ საქართველო კვლავ არსებობს. ამიტომ გვწამს დიპლომატიის, მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შევუწყობთ ხელს დიპლომატიას. ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობოში თანხმება გააფორმეს და ახლა სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაძლიერებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას. ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3% იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლის საფუძველია ბიზნესის კეთების სიმარტივე. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით მოწინავე ადგილზე ვართ, ასევე ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობის ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა. განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორიცაა მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები. ანტალიის დიპლომატიის ფორუმმა სტარტი გუშინ აიღო. აქ შეკრებილი ლიდერები მსჯელობენ იმ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე, რომლის წინაშეც ახლა მსოფლიო დგას. რაც საკვირველი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობდა. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მან მონაწილეობა მიიღო ლიდერთა პლენარულ დისკუსიაზე. გარდა ამისა, გამართა არაერთი შეხვედრა, მათ შორის საქართველოს მთავრობის მეთაურმა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გამართა
მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მადლობა, ნუსა კოროშინაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაც მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა დადებითად აფასებენ მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობასა და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობენ. საპარლამენტო ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქვეყნის მეთაურის მონაწილეობა მაღალი რანგის დიპლომატიურ ფორუმში შესაძლებლობას იძლევა საქართველოს ნათლად წარმოაჩინოს საკუთარი როლი რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის. ჩვენი რეგიონი, რომელიც გამოირჩეოდა კონფლიქტებით, სამაგალითო არის დღეს არა მხოლოდ მშვიდობის მოყვარეობით, არამედ იმით, რომ ინარჩუნებს მშვიდობ და სტაბილურ ცხოვრებას საკუთარი ხალხებისთვის. და ამაში განსაკუთრებული დამსახურება არის რეგიონის ყველა ქვეყნის. ჩვენ ხედავთ, რას ნიშნავს ლიდერობა, ჩვენი რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელების მაგალითზე, იქნება ეს თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, აი სწორედ ეს არის ლიდერობა, როდესაც შენ მოქმედებ შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო რეგიონის მშვიდობის კუნძულია და მედიატორი ქვეყანა, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც ახერხებს თავისი ეროვნული ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული გონივრული ჭკვიანური პოლიტიკით შეინარჩუნოს შესანიშნავი ურთიერთობა თავის სამეზობლოსთან კავკასიის რეგიონში და ამავდროულად თვალისჩინივით მოუფრთხილდეს თავის ეროვნულ უსაფრთხოებას. მნიშვნელოვანი იყო პრემიერის ვიზიტი თურქეთში. ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოს წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას თავის როლს გლობალურად და რეგიონში მშვიდობის გამტკიცების სფეროში. ეს არის ასევე კარგი საშუალება, რომ სხვადასხვა ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში მოხდეს საუბრები საქართველოს შესახებ, საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. საქართველოს პარლამენტი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნო საგაზაფხულო სხდომას მასპინძლობს. სხდომის ფარგლებში განიხილეს ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. ასევე იმჟღერეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33 გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებზე, რომელიც 2026 წლის 17-21 ივნის ჰელსინკიში გაიმართება. სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდნენ მართლმადიდებლობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივ მოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ქადაგიშვილი. დელეგაციის წევრებს დღესვე საპატრიარქოში მეუფეშიო მიიღებს დაგეგმილია ასევე სიონის საკათედრო ტაძარში უწმიდესის და უნეტარესის ილია მეორის საფლავის მონახულება. დღევანდელ სამყაროში, რომელსაც ახასიათებს სწრაფი ცვლილებები, გაურკვევლობები და დაყოფა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ღირებულებები ჩვენთვის მყარს ნეობრივ ორიენტირად გვევლინება. საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის. ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია. დღეს გლობალიზაციის ეპოქაში ქართული მართლმადიდებლობა კვლავაც მნიშვნელოვან სიტყვას ამბობს. ის გვასწავლის, როგორ შევინარჩუნოთ სულიერი იდენტობა გლობალურ პროცესებში ჩართულობის პარალელურად. როგორ დავაბალანსოთ ტრადიცია და პროგრესი, როგორ ვაწარმოოთ დიალოგი ისე, რომ არ დავკარგოთ ფუნდამენტური ღირებულებები. ის მოგვიწოდებს მშვიდობისკენ კონფლიქტების დროს, ურთიერთპატივისცემისკენ უთანხმოების პირობებში და თანამშრომლობისკენ კონკურენტულ სამყაროში. დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც განისვენა ჩვენმა უწმიდესმა პატრიარქმა, რომელმაც 9 საუკუნის განმავლობაში მართა ეკლესია. ადამიანი, რომელიც ჩვენს ერს უკიდურესი განსაცდელის ჟამს მოულინა უფალმა, რათა აეღორძინებინა ჭეშმარიტი სარწმუნოება, სულ არ მოეხსნა ქრისტეს წმინდა ეკლესიისთვის და რწმენაში გაერთიანებინა ერი. მართლმადიდებლობა არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც კულტურულ, ისე სულიერ მემკვიდრეობაში და დაეხმარა თქვენს ქვეყანას ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. თითოეულ აქ-დამსწრე ქვეყანას სახელმწიფო რელიგია დაქვს მართლმადიდებლობა. თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა იყოს ბალანსი ტრადიციასა და პროგრესს შორის, ისევე როგორც თანამედროვე გლობალიზაციის პროცესს უნდა გაუმკლავდეთ.
დღეს, როდესაც ასამბლეა ახალ ეტაპზე გადადის, ჩვენ ქართველები ხედავთ, რომ როგორც შესაძლებლობას, რომ ჩვენი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ გაისმას, აგრეთვე საქართველოს ყოველთვის მზად ყოფნას გამოხატავს, რომ იყოს ხიდი ამ დიალოგში დასავლეთსა და აღმოსავლეთსა და ყველა მიმართულებით. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ქართულ დელეგაციას უზბეკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი აზიზ ტაშპულატოვი მასპინძლობს ვიზიტის ფარგლებში. გეკა გელაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს უზბეკ კოლეგასთან და ხელს მოაწერს ქვეყნებს შორის სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ სამარყანდში საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ტრანსნაციონალური ნარკოტიკული საფრთხების წინააღმდეგ ბრძოლა. აღნიშნულ ფორუმზე განხილული იქნება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და ახალი ტენდენციები. აჭარისა და ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ზებნილი თურქეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულები ინტერპოლის წითელი ცირკულარით სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იძებნებოდნენ. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ბრალდებული ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდა ერთ პირს. დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებულს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა თანამძრახველთან ერთად დიდი ოდენობით თანხის მიღების მიზნით ყაჩაღობის გეგმა შეიმუშავეს. მიმდინარე წლის 14 აპრილს თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში მოტყუებით მიიყვანეს ორი პირი. გაკოჭეს და ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუხარით ყაჩაღურად დაეუფნენ მათ კუთვნილ თანხას $181,000 ოდენობით. საათსა და ყელსაბამს. ბრალდებულების საცხოვრებელი ბინის შხრეკისას ნივთკიცებად ამოღებულია იარაღები და დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული სხვა ნივთები. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ზუგდიდში, ქობულეთსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 53 მოქალაქე. დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების პარალელურად ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართეს საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ქართულმა მხარემ მათ გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საინვესტიციო შესაძლებლობები. საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად გეოპოლიტიკურად არსებული დაძაბული მდგომარეობისა გლობალურად, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის მიმართ ინტერესი ნარჩუნდება ძალიან მაღალ დონეზე. ინვესტორებმა დაადასტურეს მზაობა და სურვილი გააგრძელონ ინვესტირება საქართველოს ფასიან ქაღალდებში, ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება სიახლეები, გვექნება ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება. CSKO-ს თავმჯდომარე თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა CSKO-სა და საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში პრაქტიკული და თეორიული ცოდნის გაღრმავებას. CSKO-ს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და მონაწილე სტუდენტებს აქტუალური საარჩევნო საკითხებისა და
მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ ესაუბრა, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო წლების განმავლობაში განახორციელა. საუბარი ასევე შეეხო 2024-25 წლებში ჩატარებულ საერთო არჩევნებს, რომელშიც ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები წარმატებით დანერგა. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ვრცლად ისაუბრა დეზინფორმაციასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიებსა და შედეგებზე. ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა TSE-ს რექტორთან. საარჩევნო სამართლის კურსი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების ცენტრი დაახლოებით 20-მდე უმაღლეს საგამართლებო დაწესებულებაში ახორციელებს, ხელს უწყობს საარჩევნო კულტურის განვითარებას, ისევე როგორც ცნობიერების ამაღლებასა და ახალგაზრდების დაინტერესებას საარჩევნო პროცესებში. სწორედ TSE-ში მქონდა დღეს საჯარო ლექსია არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა იმ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დგას თანამედროვე არჩევნების დღის წესრიგში. ქვეყანაში პოლიტიკური კულტურისათვის მნიშვნელოვანია უპირველესად სწორედ არჩევნებისა და საარჩევნო ასე ვთქვათ კულტურის გაზრდა. საარჩევნო მიმართულებით ეს მიღებული ცოდნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ჩავერთო უშუალოდ მე საარჩევნო პროცესების მიმდინარეობაში. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 500-მა ახალგაზრდამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის საფლავი თეთრი ვარდებით შეამკო. ახალგაზრდები პატრიარქის საფლავზე გორის მუნიციპალიტეტის მერთან, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ. სიონში გამგზავრებამდე ახალგაზრდებს გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია შეხვდა და ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრა. ასევე პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სტუდია უქანას თანადაფინანსებით განხორციელდა პროექტის ფარგლებში 20 აპრილს გორში ერისთავის თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამოც გაიმართება. გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრიას მიერ მისი კოლოცო კურთხევით დაიგეგმა ეს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების გამგზავრება პატრიარქის საფლავის მოსალოდსად. მადლობა მას ამ ინიციატივისათვის. ჩვენც მაქსიმალურად ვეცადეთ მხარი დაგვეჭირა 500 ბავშვი მიემგზავრება სიონის საკათედრო ტაძარში, რათა პატივი მიაგონ უწმინდეს და უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას და მოილოცონ მისი საფლავი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მეუფე ანდრიას, დიდი მადლობა პროექტის ავტორებს და ინიციატორს ასევე. მივდივართ სიონის ტაძარში, რათა პატივი მივაგოთ ჩვენი პატრიარქის ხსოვნას. ამ შესაძლებლობისთვის მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მეუფე ანდრიას. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ ციკლაურმა სოფლების მინაძე ჭაჭარაქის რეაბილიტირებული სატუმბის სადგური დაათვალიერა. სატუმბის სადგური სრულ შემზადყოფნაშია და მოახლოებულ წყლის სეზონს გამართული ინფრასტრუქტურით ხდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო უწყვეტ და ეფექტიან წყალმომარაგებას, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ადგილობრივებისთვის მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას. სატუმბის სადგურით მინაძისა და ჭაჭარაქის მოსახლეობა ისარგებლებს და ჯამში 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გასარწყავიანდება. ასევე შესაბამისი სამსახურის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს სარწყავი არხების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოებიც. მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი სატუმბის სადგური შეემატა. სატუმბის სადგური მოემსახურება ჭაჭარაქისა და მინაძის მაცხოვრებლებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 200,000 ლარს შეადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას და მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწესრიგდება სატუმბის სადგურები. აღნიშნული სატუმბის სადგური მოემსახურება 100-ზე მეტ ჰექტარს, სიმძლავრე შეადგენს 250 კილოვატს. და სრულად დააკმაყოფილებს აღნიშნული ტერიტორიის მორწყვას. აიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანეჟების სამსახური სრულად ახორციელებს სარწყავი სისტემების რეაბილიტაციას საჭიროებისამებრ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. ბათუმი ევროპის ჩემპიონატს 19-26 აპრილს უმასპინძლებს. ტურნირში 45 ქვეყნის 350 ძალოსანი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი აჭარაში მეორედ იმართება. ეს ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია იყო. პირდაპირ ეთერში 4 საათზე დაუბრუნდებით დროებით.